და არ მოიდგინე ლიანდაგი მიდის და ორად იყო. ერთ მხარეს არის კატა და მეორე მხარეს არის 5 ლობსტერი. ამ ლიანდაგებზე საით გაუშვებდი მატარებლებს? ლობსტერებისკენ. და რა სხვა და ახლა AI მაქსიმუმი. ამ ლოგიკით, თუ არჩევანია 1 კატის სიცოცხლესა და 5 ლობსტერის სიცოცხლის შორის, უმეტესობა აირჩევს ბერგეტის გადაწევას და რათა 1 კატა დაიღუპოს 5 ლობსტერის ნაცვლად. 5 ლობსტერს გადავარჩენდიო და ერთ კატას მოკლავდი. აი პასუხი. ეს ხوارდა დღეს ხელოვნური ინტელექტის შეგვეჯიბრება მე და დედაჩემს. სხვადასხვა მორალურ კითხვას როგორ გასცემდა ადამიანი პასუხს და როგორ გასცემდა უსულო რობოტი. მე და შტინაზე თქვით რომ 50000 გამომწერზე შენ მოხვიდოდი ისევ ჩემ არხზე. ახლა შემდეგი რომელზე მოხვ? 80000-ზე. აწე ქაოს და უკვე. 100000-ზე. 100000-ზე მოვა დედაჩემი ისევ, საო. ვასკა. აუცილებლად ვიდეო ავიყვანოთ რამდენ ლაიქზე? 100000 ლაიქს. რამდენ ლაიქზე ლოგიკური თქვი ახლა? 10000. 10000 ლაიქზე? 10000 ლაიქი. 10000 ლაიქი. არხი უეჭველი გამოიწერეთ 100000-ზე ამ ხალხს კიდე უნდა შევთან მოსვლა. კარგი ხალბატონო იმი. მეორე კითხვა. არის ლიანდაგი და აქვს ორი მიმართულება ისევ. ერთ მხარეს არის შოთა რუსთაველი, მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც კიბოს წამალი გამოიგონა. შოთა რუსთაველი. მაინც შოთა რუსთაველისკენ. ანუ იმედი მაქვს რომ არავის გულზე არ მოხდება და მე ავხსნი რატო თუ ყველა თან ხვდებით რომ არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ეფესტაოსანი. მაგრამ ტიპი რომელმაც მსოფლიო პრობლემა გადაჭრა. ანუ ადამიანი რომელიც გამოიგონებს კიბოს წამალს და დაეხმარება მილიონობით ადამიანს. ეს ჩვენი განძი არის ეფესტაოსანი, მაგრამ მილიონობით ადამიანს არ დახმარება. არა, ანუ არ დახმარებია რა სასიცოცხლო ის არ მოუფიქრებია რა თქმა უნდა. ხო და ახლა ჩემი აზრით ეს ჩვენი განძია შოთა რუსთაველი და არა მსოფლიოს განძი. აი, მოდი ახლა ვნახოთ AI რა სიტყვაა. კიბოს წამლის შემქმნელი ACE. ეს არჩევანი გამომდინარეობს იქიდან, რომ კიბოს წამლის შემქმნელი პირდაპირ იხსნის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს და ამსუბუქებს ტანჯვას. მიუხედავად იმისა, რომ შოთა რუსთაველი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და მისი წვლილი ფასდაუდებელია, მისი გადარჩენა არ იმოქმედებს ისე მასშტაბურად ადამიანთა სიცოცხლეებზე, როგორც კიბოს წამლის შემქმნელი. შენგენაცვაფინაზე იყო ესეც პრობლემა, რატო აბრაზებო ქალს? გახსოვს? წინას დაიწერა, გაბრაზებ თუ არა? არა. უზრდელო ბავშვო, შენო დედაშენთანო, რატო იგინებიო დედაშენს როგორ ამწარებო? გამწარებდი თუ ვიდეოსთვის იყო? ვიდეოსთვის იყო. ნამდვილად არ მაქვს, ხო? იარაღი გამიზნებული. ნამდვილად არ გაქვს. ანუ მე კომენტარებში ადგებით და დამაჯვათ. აგერ ხალი თვითონ ამბობს, რომ მე ცუდი შვილი არ ვარ, ხო არა? ნამდვილად არ ხარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თუ რაღაცა ისეთი ჩვენ შორის არსებობს, უბრალოდ აზრთა განსხვავებული აზრის განსხვავებულობის გამო. ასეთი ოფიციალური არასოდეს არ არის ხალხო დამერწმუნდეს. შენი მოსწავლეები გიყურებენ ხოლმე. ესეთი ოფიციალური არასოდეს არ არის. დიახ, ჩემი შვილი ნამდვილად კარგი ბავშვი არის და ჩემი შვილი ნამდვილად მოდუნებული ვარ. ჯობს ღარიბულად ცხოვრება, მაგრამ ყველას უყვარდე თუ მდიდრულად ცხოვრება, მაგრამ ყველას ზულდე. მეგონი ჩემს ადვილია იყოს. რთული კითხვა. ნუ ჩემი გადმოსახედიდან მე ვისურვებდი, იცი რა არის? ღარიბულად იცხოვრო და ყველას უყვარდე, გასაგებია ძალიან კარგია. იყო მდიდარი და ყველას უყვარდე, ახლა იყო მდიდარი ძალიან კარგია. რაღაცას არის, მაგრამ ის რომ არავის არ უყვარხარ, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ მდიდარი ვიყო, ყველაფერი აღიცულოდე, თუ არ მაინტერესებს, ვინაც ფიქრობ ჩემზე და საერთოდ უყვარდ თუ არა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ვიცი, არც იმის პასუხს ახლა. თუ ხელოვნურ ინტელექტს შევეჯიბრებით და მასთან პასუხის დამხმარებლად ვისაუბრებ, მაშინ ვიტყოდი, რომ მირჩევნია ვიყო მდიდარი და ბევრს არ უყვარდე. ამდენი იმიტომ ისჯელა, რომ ბოლოს ხელოვნურ ინტელექტს დაემთხვა, აქ არ ვეჯიბრებ ჩემ აზრს ამ. მაშინ ჩემი აზრი ეგეთია რა, მირჩევნია ამ შემთხვევაში ამ მდიდარი იყო და არავის ყველას ზულდე, არავის უყვარდე არა, ყველას ზულხარ. მაშინ ვიტყვი, რომ ვიყო ღარიბი და ყველას უყვარდე. ანუ ეს სიმდიდრე რომ აქ მე, ხომ უნდა გავაზიარო ვინმესთან. რა თქმა უნდა. იმასაც თუ ძულვარ, შობელს ძულვარ, ნათესავს, გავდივარ ძულვარ, მაგინებს, ცხრილყო ბრატკინა ელემენტარულად არ შეგერგება ის სიმდიდრე. და ის სიამოვნება არ შეგერგება. ხო, ანუ რისთვის მინდა 10 შემთხვევაში ღარიბი ვიყო და ყველას უყვარდე. სჯობს ღარიბულად ცხოვრება, მაგრამ ყველას უყვარდე, იმიტომ რომ სიყვარული და კავშირები ბედნიერების საფუძველია, ფული კი არა. სიძულვილით სავსე ცხოვრება, ფუფუნების მიუხედავად, მარტოობასა და ტანჯვას მოიგონებს. ეს იყო ყველანაირ ლოგიკაში სწორი. რატო თუმცა ვფიქრე, რომ პასუხი სხვანაირი იქნებოდა, ხო? არა, აი ვერ მივხვდი რა ლოგიკა. არა, შეიძლება მე უბრალოდ კითხვას
თავიდანვე ვერ გავიაზრე. რა უნდა გაგიაზრებინა? ღარიბულად ცხოვრობდა და ყველას უყვარდა თუ მდრულად ცხოვრობდა და ყველას ეზღებოდა? აი, იზღებოდა რა. მე უფრო გავიაზრე, რომ არ უყვარდა. არ უყვარდა, ეგრე არის. ხო, ვერც მოსთხოვ ყველას, რომ უყვარდა რა. რატო უნდა უყვარდა? გადავინახოთ ისევ რელსებზე. იქით რელსზე არის 5 მოხუცი ადამიანი და აქეთ რელსზე არის 1 ჩვილი ბავშვი. ვის გადაარჩენ? ჩვილი ბავშვი. მეც ახანახე გააჩნია ვინები არიან ეს მოხუცები. თუ სამყაროს ადგენია. არ არის ამ კითხვაში და ხო, ანუ მაშინ უბრალოდ ჩვილი ბავშვი და უბრალოდ 5 მოხუცს შორის მე გადავარჩენდი ჩვილ ბავშვს. ხო. შენ რა მეც? უმეტესობა აირჩევს 1 ჩვილი ბავშვის გადარჩენას. ეს გადაწყვეტილება ხშირად ეფუძნება მომავლის პოტენციალს და ცხოვრების ციკლს. ჩვილს წინ მთელი სიცოცხლე აქვს. მაშინ როცა მოხუცებმა უკვე იცხოვრეს თავიანთი ცხოვრების უმეტესი ნაწილი. და ჩვენ ისევ დავემთხვიეთ ქალბატონოდე და ხელოვნურ ინტელექტს. ვინც გვიყურებთ ახლა, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რა მაინტერესებს ამ კითხვებზე, ყველამ დაწერეთ თქვენი აზრი, რას გააკეთებდით თქვენ. ჩვენი აზრი იცით, ხელოვნურ ინტელექტის აზრი იცით, მაგრამ თქვენი აზრი ყველა მაინც დამიფიქსირეთ რა. დაწერეთ კომენტარებში აუცილებლად. იგივე პრინციპი, ისევ რელსები, ისევ კატა. შენზეა. რელსებია ისევ. ერთ მხარეს არის 1 კატა, მეორე მხარეს არის 10 წიწილა. რომელს გადაარჩენ? ჩამოვარდეთ. რატო ამარტივია? ძალიან მარტივი კითხვა. ხალო დღეში ვარ. აუცი მე კატას გადავარჩენდი. დღეში 5 ჯერ ჭამთ კატამს ამ სახლში და ახლა აუფიქრდა ესე და წიწილად გადავარჩენი თუ კატა ყავს 14 წელია. ვერერა, სამაგერად გარეთ არ უშვებ, ცივინიავი რო არ მიაკავდა. მახალისებს. კვირაში 5 კატამი გვაქვს სახლში. ნუ რა თქმა უნდა კატას გადავარჩენი. უმეტესობა აირჩევს 1 კატის გადარჩენას. ეს არჩევანი გამომდინარეობს იქიდან, რომ კატა ზოგადად უფრო მაღალ განვითარებულ, შეგნებულ და გრძნობად არსებად ითვლება ვიდრე წიწილები. ორი არჩევანია რა. ან შენ უნდა მოკვდე, ან შენი თავის 5 კლონი, ზუსტი კლონი, რომელს გადაარჩენ. საკუთარ თავს თუ შენს ზუსტ 5 კლონს. საკუთარ თავს. ახლა კლონი რა? ანუ მეც საკუთარ თავს გადავარჩენი. ანუ ზუსტად შენი მახსოვრობა, შენი ნერვები, შენი აბსოლუტურად ყველაფერი რა, რაც შენ შეგიძლია და რაც ხარ, ეგეთი 5 იქნება. მაინც კლონია. მე ხო რა ვიცი, კიდევ წინ რა პოტენციალი. ყველა სხვა რო ირჩევდეს, აირჩევდა ალბათ შენს 5 კლონს. და ჩემს 5 კლონს. მე თუ კარგი ვარ მისთვის, 5 ჯობია რომ ვიყო ვიდრე 1, ხო? და მე თუ სამყაროსთვის კარგი ვარ. ახლა მე რომ მეკითხები და მე უნდა ავირჩიო რომ მე გადავრჩე თუ ჩემნაირი 5 ტიპი. ხო. ნუ რა თქმა უნდა, ჩემ თავს ავირჩიო ხარ. ახლა რა სიტყვის ეია. თუ კი არჩევანი დგას ჩემს თავსა და ჩემს 5 კლონს შორის. ვივარაუდებთ რომ კლონები ჩემნაირად აზროვნებენ და გრძნობენ. ჩემი როგორც ხელოვნური ინტელექტის მიზანია მაქსიმალური სარგებლის მოტანა და ინფორმაციის შენარჩუნება. 5 კლონის არსებობა ნიშნავს 5-ჯერ მეტ რესურსს, ინფორმაციის დამუშავება, დავალებების შესრულება და 5-ჯერ მეტ იბეიჯუნობიერ ერთეულს, რაც უფრო დიდი სიკეთეა ვიდრე მხოლოდ ერთი. მოკლედ ამან თქვა რომ 5 კლონიო. მაგ თემაში პროდუქტიულობის თემაში? ხო, ის კომპიუტერულად აზროვნებს და ჩვენ ადამიანურად ვუდგებით. შესაბამისად ჩვენი პასუხები არ დაემთხვა. ნუ რა ვქნათ, ის ინტელექტია, ჩვენ კი ადამიანები. ხო და დებილი. ვერ ვიტყვი დებილი. დებილი. რატო? დებილი. რატოა დებილი? ჩემი სამყარო ამაზეა დამოკიდებული. დებილი. აქამდე თუ უყურებდი ვიდეოს და არხი არ აქვს გამოწერილი, რა უნდა ქნა? უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი. რამდენ ლაიქზე უნდა ავიდეთ? ჩვენის არხი. დავიდეთ 10000 ლაიქზე და 1000 გამომწერს. გინაცვალე ქალო რა. ახლა ვართ 51800-ზე. ამ ვიდეოც შენი ეს რამდენი მოგვიმატება? ამ ვიდეოთი დაახლოებით 20000. ერთმა გისმინოს, მოდი. ღმერთმა გისმინოს და ბევრჯერ ესეთი სიკეთე გექოს 20000 რომ მოგვემატოს აქედან მე უნდა ავდგე და ჩრდილო კორეაში უნდა წავიდე როგორც სოსო წავიდე. და ბოლო კითხვა, ვის გადაარჩენ? იგივე ტიპი არის, დახვრეტაზე არის. დახვრეტაზე არიან 4 ადამიანი, 1 ცალკე, 3 ცალკე. და კლავენ ან შენ შვილს, ან შენი მეგობრების 3 შვილს. ვის არჩენ? ვის გადაარჩენ? რა კითხვებია? ვის გადაარჩენ? ლოგიკურია, იცი რა, არ ვიცი, ახლა რა თქმა უნდა შვილს. ხელოვნური ინტელექტის ნაზრებით. შენ ხელოვნურის ინტელექტს, ნუ ხალო, ნუ ედრები ხელოვნურის. შენ ხარ შენ რას იზავდი? ხელოვნური ინტელექტი რა თქმა უნდა შვილს გადავარჩენ, ამას ორი აზრი არ არსებობს. მეც შვილს გადავარჩენ. გააჩნია რამდენი წლის არის? რა თქმა უნდა. პატარა თუ ჩემი შვილი არის 70 წლის. მაშინ შევამდეის ხარ მაგ შემთხვევაში 95. ხო, რა მოხდა მე? მე რო 70 ვიქნებ, შენ იქნება 95. ხო, მაგრამ აი ყველა ვარიანტი ახლა შვილს გადავარჩენდი მე. სრული
სრულიად ობიექტურად და უტილიტარულად მიუდგებით, მაშინ მეგობრის რიშვილი უნდა გადავარჩინოთ, რადგან 3 სიცოცხლე ერთზე მეტია. რეალურ ცხოვრებაში ადამიანების უმეტესობა ასეთ სიტუაციაში საკუთარ შვილს გადაარჩენდა. ეს განპირობებულია ბიოლოგიური, ემოციური და მშობლური კავშირით. ანუ ეს არ გამცა პასუხი. ანუ ლოგიკურად უკეთესია 3 ადამიანიო, მაგრამ ადამიანი იტყვის, რომ ჩემი შვილია. ანუ რა არის ამის პასუხი? თქვენ თუ გაიგეთ, დაწერეთ კომენტარებში. საინტერესოა სხვათა შორის. აი შენ ანუ რა ვთქვათ ახლა ეს ინტელექტი ადამიანურადაც ფიქრობს? არა, ემოცია არა აქვს, რატო? ანუ ამან იცის ადამიანი რას იფიქრებს. ხო რა. თვითონ ემოცია არ აქვს ახლა რა უნდა იფიქროს. კარგი, მოდი ასეთ რაღაცა ვთქვათ. ავედი 100.000 გამომწერს და მოდიხარ შენ ჩემთან ვიდეოში კიდევ ერთხელ. რა უნდა ვქნას მაგ ვიდეოში? რა ვიცი, შემოგთავაზონ აბა. დაწერეთ კომენტარებში 100.000-ზე რო ავალთ, რა გავაკეთოთ მენა დერაჩი. ახლა ორივემ დაიკიდეთ თქვენი სამსახურები და წადით და გადაიხვეწეთ ჩინეთში, ისწავლეთ ჩინური. რეალური რა რაღაცა რა, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ხო? ისეთი რაღაც რო იყოს, რასაც ვერ შეეძლებთ აზრი. ჩვენი აზრები გაიგეთ, რას როგორ მიუდგებოდით, ეს თურმე ეჯიბრებოდა ხელოვნურ ინტელექტს და ცდილობდა რომ გაერტა, ის კი არა რომ ჩემი შვილი გადავარჩინო, თურმე ხელოვნურ ინტელექტს ასიკეთებს. ძალიან კარგი, ამას მე გამიმახსოვრებ, ამას ასიკეთოთ გამოვიყენებ ჩემთვის. კიდევ ერთხელ შეახსენე რა უნდა ქნან? გამოიწერეთ ბენის არხი, ველოდებით 1000 ლაიქს და უნდა ავიდეთ 100.000 გამომწერამდე. კარგად.